ისრული მაქვს ხაზე წავედი, მაგრამ ვერ ვაპირებ, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ ორი პატარა ყავსაში სამწუხაროდ. და როგორ ვისკობ ქუთაისში როგორ შეძლებთ თქვათ განდვირთვას ცხელი ზაფხული გველოდება წინ ბავშვები თუ ყავთ მით უმეტეს სად მოიაზრებთ რომ შეძლებთ თქვათ თუნდაც ორი დღით რომ გახვიდეთ მოსახსენებლად საირმეში. ძალიან ლამაზი კურორტი გვაქვს ქუთაისში. იტალიაში. და დაახლოებით ამდენი ხით აპირებთ რომ წახვიდეთ და რა თანხას მოიაზრებთ რომ დაგიჩნდებათ ეს მოგზაურობა. სავარაუდოდ 1500 ევრო ერთი დღის ვადით. პირებს ზაფხულში დასვენებას. საბერძნეთში. ფულისა და მე ახლა გეგმართ ბავშვები მიმყავს ბალკონიაში. დაახლოებით ამდენი ხით მიდიხართ და რა თანხა გაქვთ გათვალისწინებული ამ დასვენებისთვის. დაახლოებით, რა ვიცი, ახლა ბინას შედარებით საკმარისი თანხა უფრო გადადებულია და უფრო შეზღუდული ვარ დასახალ თანხაში ყოველდღიურად. დღევანდელი ცხოვრების თუ გავთვლით, ყველა მიცით პირობები და რა ვიცი, ორი კვირით იმედია გავკაჭავთ. როგორ ფიქრობთ, თუ შეგიძლიათ შეადაროთ, აი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია თუ არა ხარჯები, აი თუნდაც დასვენებისთვის? კი, რა თქმა უნდა, არის მაგალითად ბინის თანხას ელემენტარული გულისხმობ, შარშან რომ მყავდა, უფრო მეტი თანხა გითხრა, სიტყვაზე იგივე ადამიანმაც რო ვიყავით და ამიტომ თანხა ყველაფერზე გაზრდილია, ასე რომ ვთქვათ. ალბათ საქართველოში. სხვა თუ მთა? სხვა. მაქვს სოფელი და მივდივარ ჩემს სოფელში. მუშაობ, ავიღებ შვებულებას და წავალ ჩემს სოფელში. კარგი სოფელი მაქვს. სად არის თქვენი სოფელი? ვანის რაიონის სოფელი ინაშაური. ძალიან კარგი სოფელი მაქვს. გზაც მაქვს, წყალიც მაქვს, ყველაფერი მაქვს და გავატარებ კარგ ადაგეგებს.